უცნაური ვიდეო უნდა ჩავწერო, მაგრამ TikTok-ში ისეთი ამბები ხდება, ჩემი უცნაური კი არა, საცნაური იქნება. მოკლედ, ერთმა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა ჩამომიტანა საჩუქრად აი ესეთი ნამდვილი აი ეს ბრენდი. ეხლა რატო გაჩვენებთ? ესე იგი, მე საერთოდ არ ბაწუხებს ბრენდი და ამბები. ეხლა ამას ვაჭრი, უნდა ავაჭრა, იმიტომ რომ აქ კისერში მიხაჭუნებს, თუ მიფხაჭუნებს და ვერ ვიტან, არ შემიძლია. ხო და ეს სნობი მეგობრები რომ მეკითხებიან ხოლმე, უიმე ეს ის არის პატენტი და მე ვიწყებ ხოლმე რომ არა ნამდვილია, ისინი არ მიჯერებენ, მე კიდე ვაჯერებ. აი ვინ იცის რომ პატენტი გაცვია თუ ნამდვილი, მაინც აღარ ვიტყვი ახლა ამ ბედნიერ დღეებში. აი სნობებო, ნამდვილი იყო, ნამდვილი. ისე რა საოცარია, რატო უნდათ? სხვათა შორის ეს ახლა კი არ დაწყებულა, ადრე, აი მაგალითად ჩემს ბიჭობაში იყო ხოლმე შემთხვევით, ადრე სხვანაირად იყო ეს დამაგრებული. აი ესე ამოიტრიალებდნენ ხოლმე, რომ დაენახათ, რომ ბრენდირებული ეცვა. მაგრამ არა ჭკუა ამას არა აქვს. შენ თუ უტვინო ხარ და უვიცი, გინდა ბრენდი გეცვას და გინდა შრენდი. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეს ვინც მაჩუქა იმას ვეუბნები. მაპატიე, ავაცალე ეს. ესეც უნდა ავაცალო, ესეც მომიხაჭუნებს. ხო და ამიტომ იცით რა არის? ჯობია, ნუ მიაქცევთ ამას ყველაფერს ყურადღებას. ეხლა ორი კურდღელი დავიჭირე. ერთი იმით, რომ იფიქრებენ, რომ ნამდვილი მაცვია, მეორენი იფიქრებენ, რომ აი როგორი ტიპია, რომ მართლა არ მაინტერესებს, სერიოზულად გეუბნებით. ოღონ ჯამრთელად ვიყო და სუდაგლეჯილებს ჩავიცვალ. ერთ ამბავსაც მოგიყვებით, როგორ გარბის ეს დრო. მოლა მივიდა ერთ ადგილზე სამსახურიდან წავიდა და არ შეუშვეს შენ რომ მოლა ნასრედინი იყო, ძვირფასი ტანსაცმელები გეცმებოდაო თუ გეცმეოდაო, რა მნიშვნელობა აქვს. ხო და არ შეუშვეს, წავიდა, გამოიცვალა, ჩაიცვა ძვირფასები, მოვიდა, ნუ რა თქმა უნდა, კარებში არც გააჩერეს, შეუშვეს. შევიდა თუ არა, სუფრასთან მივიდა და აიღო ეს ტანსაცმელი და სულ ესე ჩააწყო იმეებში, საჭმელებში და რა ქენიო ესო და რა ვქენიო და ეს დაგიპატიჟიათ თურმეო, ტანსაცმელიო. ანეკდოტებზე მე არ მეცინება. წავიდა, მეტი აღარ აიტვირთება. კარგად იყავით.